გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი. ფესტივალ არტგენის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. სრული იმპროვიზაცია და მსმენელისათვის საყვარელი სიმღერებით გაჯერებული რეპერტუარი. ნინომ აუდიტორია ჩვეული ქარიზმით მალევე აიყოლია. არტგენის კონცერტი ჩვენთვის ძალიან საყვარელია. ძალიან თბილია, ძალიან ნამდვილია და მთელი წლის მანძილზე ასე ვთქვათ, რაღაც ამ სითბოს და ენერგიებს ვაგროვებთ ხოლმე, რომ აი ესე ძალიან ლამაზი თბილი შეხვედრა მოხდეს. რაც შეეხება ფესტივალს, ეს არის იმდენად აუცილებელი, იმდენად ნამდვილი, იმდენად ქართული, რომ ეს არა მარტო ფესტივალია, არამედ ცხოვრების ნაწილია. შორის პირველად ვარ არტგენზე, რატომღაც ყოველთვის ვაწოდებოდი ამოვლენად და ეხლა პირველად რომ მეგობრებთან ერთად ძალიან მომწონს ჭირა ქათამაძე. ძალიან მომწონს ჭირა არ დავდივარ, შარშავი რა მეოღონდ. რა ვიცი, ეს მესამე დღეა რაც ამოვდივარ. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გუშინდელი დღე ქვემო ქართლის ფოლკლორულ ანსამბლებსაც დაეთმო. შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო წალკის, ბოლნისის, მარნეულისა და გარდაბნის, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მომღერალთა ანსამბლები. არტგენის სცენაზე ახალგაზრდა შემსრულებელთა ჯგუფების დებიუტით შედგა. არის ძალიან დიდი სახალხო პროექტი, ძალიან ღირებული შეიძლება ითქვას და მე მივესალმები, რომ რაღაცნაირად ხერხდება ისე, რომ წელიწადში ერთხელ მთელი საქართველო აქ იყრის თავს და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა ამოდის. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა აქ მოსულ სტუმარს, აქ მონაწილეობა მიღებულს 8 წლის განმავლობაში. ფესტივალი უკვე მერვე წელია რაც არსებობს და სავსე არის უზომოდ დიდი სიყვარულით საკუთარი ტრადიციების და ერთმანეთის გვერდში დგომის და ყველა იმ ფასეულობების მიმართ, რითაც ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია. მოხიბლული ვართ ამ ფესტივალით, ანსამბლით მოხიბლულია და მომავალშიც გააგრძელებს შესაბამისად მონაწილეობის მიღებას. ცნობილი ქართველი შემსრულებლების გარდა არტგენის მაყურებელს ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშების ნახვისა და ეთნოგრაფიული გამოფენების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დამთვალიერებელს ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაულების ნიმუშები წარუდგინეს. ჩვენ ვართ სმენა და მეტყველება დაქვეთილ ბავშვთა ასოციაცია, დახმარების ფონდი ასოციაცია, მშობელთა ორგანიზაცია არის. მუშაობთ როგორც თექაზე, ასევე იმაზე თიხაზე, ვაკეთებთ თოჯინებს და 1000 რაღაც სამკაულებს, აქსესუარებს. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი 24 ივლისამდე გაგრძელდება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების გარდა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლებიც მოეწყობა. წლევანდელი არტგენი ნაციონალური ბალეტის სუხიშურების კონცერტით დასრულდება. გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი.